ლომიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მოხალისეებს საკუთარი მანქანით უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის გამგეობაში დასაქმდა. ის პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილებაში იმუშავებს. გამგეობაში ლომიძე თბილისის მერთან და გამგებელთან ერთად მივიდა და საკუთარ სამუშაოს უკვე გაეცნო. შოკში ვარ ნამდვილად, არ ველოდი ესეთ ამბავს. წერილ მოახსენე კიდევაც რომ დავიძინე ტაქსის ბრძოლად და გავიღვიძე რაღაც ეგრეთ წოდებულ გმირად, როგორც შემრაცხეს. როცა ტელევიზორში ვნახე იმ ღამეს თუ რა ხდებოდა, ჩემს თავს ვკითხე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა დაზარალებულთათვის. დიდი ხანი არ მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რომ ფიზიკურად მუშაობა არ შემეძლო. მეორე დილით ჩემს Facebook გვერდზე დავწერე, რომ მანქანებით მომსახურებოდით იმათ, ვისაც მზიურის ტერიტორიაზე, ან გმირთა მოედანთან, ან სვანეთის ქუჩაზე მოხალისეებად მუშაობდნენ. სამწუხაროდ არავინ გამომეხმაურა. მოკლედ მომდევნო დღეს ჩემს მანქანას მივაკარი უფასო მგზავრობა და სვანეთის ქუჩასთან მივედი. ეს ჩემთვის იყო პირველი ასე ვთქვათ აქტიურობა, რამე გამეკეთებინა ჩემი ქალაქისათვის, იმ დროს, როცა მას ძალიან უჭირდა. რამდენიმე დღეში მირეკავენ და მეუბნევია, რომ ნაძალადევის გამგეობაში შეხვედრაზე უნდა მივიდე. როცა სამსახური შემომთავაზეს, ძალიან გამიკვირდა და სიმართლე გითხრათ არც ველოდი. გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? კარგად. თქვენ როგორ ხართ? კარგად, მადლობა. გიო, იმ სამუშაოებთან დაკავშირებით. ვაკოს მე დაურეკო თუ შენ დაურეკო? აგინდა მე თან დაურეკავა. კარგი. ხო, დედამშვიდობის ვაკო. ხო, აი ობიექტზე გავდივართ და შენ სამსახურში ხარ, ხო? ხო, აი 2 წუთში გავდივართ და ჩამოვალ ეხა მე თქვენოთ. კაი, გენაცვალე, კაი. ივნისის სტიქიის დროს, იმიტომ ვერ ვეხმარებოდი ხალხს ფიზიკურად, რომ დაახლოებით 3 წლის წინ გადავინერგე მამაჩემის თირკმელი. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა უფასო ტაქსი და ასე დავხმარებოდი ხალხს. რა ხალხს ატარებდი ტაქსით? იმ ადამიანებს ვატარებდი, ვინც ძალიან დაღლილები იყვნენ, გატალახიანებულები, ვისაც აი სისხლი მოსდიოდათ, ანუ ზოგი მიმყავდა, სადაც უნდათ იქ მიმყავდა მეტრომდე, სახლამდე და ასე შემდეგ. ძალიან გამიხარდა, რომ რამდენიმე დღეში შემომიერთდნენ ადამიანები, რომლებიც იგივე საქმით დაკავდნენ, რასაც მე ვაკეთებდი. მე დღეს მაქვს შესაძლებლობა ვემსახურო ჩემს ქალაქს. მე ახლაც სამუშაო საათების მერე, როცა გზას სამსახურიდან სახლამდე გავდივარ, მგზავრები ისე უფასოდ დამყავს.